ჩრდილოეთ ამერიკიდან აჭარაში მეფის რუსეთის დიდგვაროვნებმა ლილიოდენდრონი მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. ლილიოდენდრონი იგივე ხეტიტა მაგნოლიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი დეკორაციული მცენარეა. იგი ხასიათდება მაღალი ხარისხის გამრავლების უნარით, როგორც თესლით, ასევე ამონაყარით. 1985 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტიქიურმა მოვლენამ ერთი ხეტიტა წააქცია. წაქცეული მცენარის მერქნიდან 13 ლილიოდენდრონი აღმოცენდა. ციხისძირში ყოფილი სანერგემეურნეობის ტერიტორიაზე იგეგმება მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აშენება და ახლა ამ ტერიტორიას სწორედ სასტუმროსთვის ასუფთავებენ. ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით სასტუმროს აშენებით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი. ეს არის უბრალოდ ამ ტერიტორიის სამშენებლოდ მომთავისუფლება. ოპოზიცია კარვების აქციას იწყებს. ისინი ამ ფორმით უნიკალური ჯიშის ხეების ამოთხრას და ივანიშვილის რეზიდენციაში გადატანას აპროტესტებენ. ამ ორი ხის გარდა გვაქვს ინფორმაცია, რომ მონიშნულია 80 მოსაჭრელი ხე, შენდება პორტი, კეთდება გზები. ოპერაცია ციხისძირი 5 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ხალხი არის გაშინებული. ეს არის შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი რამ, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა. მაშინ როდესაც გლეხებს ვაჯარიმე ნაფოტის გამოტანაზე ტყიდან რატომ ვაძლევთ შესაძლებლობას ერთ ძალიან მდიდარ ადამიანს რომ მხოლოდ 5000 ლარად მოსწოს იქ მიკროსამყარო. ნამდვილობის გაწევას მოქალაქეები დაიწყებენ მაშინ როცა ძალიან დიდ უსამართლობას ხედავენ. მათი მოქმედებები აღნიშნულ ტერიტორიაზე არის უკანონო. ნებართვა ხის მოჭრის ნებართვას არაჩვენებს. ვერცერთი საბუთი, ვერცერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა აჭარის მთავრობამ. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მიმდინარეობს უკანონოდ. პოლიციელებმა ივანიშვილის ეზოში გადასარგველი ხეების ირგვლივ ცოცხალი კედელი აღმართეს. თქვენ ხართ ვინც ხართ წინააღმდეგი, ხო? მინდათ გასაუბრება? ხო, ბრეზო ვარ, ხარაზი, ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი. მინდა უბრალოდ გითხრათ ერთი რამ, პროცესები რაც მოხდა, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ აქ რა როგორ განვითარდა. რომ მოვედით, ჩვენ მოვითხოვეთ, უბრალოდ რა სამუშაოები მიმდინარეობდა ამის ნებართვა და ვთხოვეთ აჭარის მთავრობას, რომ კერძო სახელმწიფო საკუთრებაში მიდის სამუშაოები და თქვენ ხო კანონიერებას იცოდეთ. უნდა გითხრა, ბატონო ბიძინა, 12 იანვრის შემდეგ არავინ არ გამოსულა და ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩვენთვის, რომ იცით რა ხალხო, დენდროლოგიური პარკი შენდება, რაღაც კარგი კეთება, ან აქ სასტუმრო კეთდება. ვინ ანაზღაურებს ამ რკინიგზის შედეგად მიყენებულ ზიარს? დაუშვათ მატარებელი არ გავიდა, რაღაც ნავთობი იტვირთება რაღაც. არ შეუჩერებიათ, არა, ვიზა არც. არა, ერთი დღე შეჩერებული იყო ბატონო ბიძინა, მე ვიყავი აქ. შეჩერებული იყო, აი აგეს რო ალაგებდნენ აქ. არა, ეს არ უშლის მატარებელს შეგიძლია დაადო ერთი შპალა და გაატარო მატარებელი ახლა. ამაში რაც ფული იხარჯება, ეს რომ მიმართულიყო იპოთეკარების თქვენი საქმე არ არის მაგი, მე სად მიმართავ? აი აგეს პოლიციის ხელმძღვანელი ჩაქვის დააპატიმრა ბიჭები. თხოვ რომ უბრალოდ იჭერ მესის. უშლით ხელს კანონიერ შენებლობას და ქმედებას, პოლიცია კანონიერ შენებლობა. აქ რო 40 ძირი ხე მოიხრება დაუშვათ. აქ არ 40 ძირი ხე მინგით. ნუ ესე გავრცელდა ინფორმაცია და აქ არის 3 ძირი ხე დაგიგმილი. ხელშეკრულება გაფორმებულია ხეზე, როცა კონკრეტული 200 ტონა თუ რამდენი მიწა მიყვება, ამაზე არაფერი არ. ამას მიზეზი გააქვთ უფლებას. ისა. აჩვენებთ ამ ხას რო გააქვთ. აჩვენე დაბათუნა. შეხი მოგებული არ გამთავრებას კითხეთ ვინ არის და თუ არ მეკეთება ის უნდა გეთებოდეს აუცილებლად ყველანაირი კანონის დაცვით. თუ კითხვები ამაზე მე დღეს გავიკითხავ ამას, აქვე მე ვთხოვ რომ სამუშაოები შეაჩერონ სანამ არ იქნება
ყველა საბუთი წესრიგში და მოწესრიგებული. ამაზე არ არსებობს არჩევანი და არ არსებობს სხვადასხვა აზრი. თუ არ არის საბუთი, არ უნდა კეთდებოდეს. ამაზე არ ვგამართობ. შესაბამისად, მე კიდევ გამოვიკვლიებ, რამდენად ეს საფუძვლიანია თქვენი ეს პოზიცია დღევანდელი. ეს სამუშაოები შეჩერებული არის არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიზანი მებაღეების და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა. თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც. ის რომ ჩვენ მართლები ვართ დღეს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა და თქვა რომ ყველაფერი ხდება უკანონოდ. ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგეთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზიშუქზე, გავაშიშვლებთ. ეს იქნება 7 მილიონიანი, მილიარდიანი ფული, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბერში ჩვენ გავაფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას. მე ძალიან მიყვარს ბოტანიკური მაგის ნახვა, დავდივარ კიდევ ადგილები მაქვს მონიშნული, სადაც ლამაზი ადგილებია აჭარაში. და ერთ-ერთი ჩემი ესეთი გამოსეირნება იყო და თანაც მაინტერესებდა ეს ხის გადარგვის პროცესი როგორ წავიდა და რამე თუ ეს არის უნიკალური პრაქტიკულად ძალიან ცოტა შემთხვევებია მსოფლიოში მსგავსი ხეების გადარგვის. და ნუ ველოდი რომ იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული, საუბარიც ესე დაიწყე და იქ იყვნენ წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის და ამტკიცებდი რომ კანონი არ დარღვეულა. ვითხოვდი კიკნაძის მოყვანას, ვინც არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვისაც აქვს დავალებული კონტრაქტით ამ ხის გადარგვა. და ნუ ეს კაცი დაიბნა, გამოუცდელი იყო, ნუ როგორ მოვიდა არ ვიცი, შეკითხვაზე რომ გზაზე საბუთები გაქვს, არ მაქვს თქვა სიტყვა. სიტყვა არ მაქვს. მე არ ველოდი რომ თქვა რაღაც საბუთი არ იყო მოწესრიგებული. იმის შემდგომ თუ გნებავთ მე გავაგრძელე ამ თემის კვლევა, როგორც თქვი და აღმოჩნდა რომ კანონს არ არღვევდა ეს კაცი და ყველაფერს აკეთებდა კანონთან შესაბამისობაში. პირველი პროტესტი ჩვენი რაც გაჩნდა იყო ამ ხეების გასხვისების ამბავი. ჩვენი მოთხოვნა ერთადერთი იყო ის რომ პირველ რიგში არ შეიძლება და არ უნდა ერთი ადამიანის ავადმყოფური ხუშტურის გამო არ შეიძლება რომ მოვიდეს ვიღაცა და მოთხაროს 100-წლოვანი ხე 1, 2, 3 და წაიღოს იქ სადაც გაუხარდება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქირავებული აუდიტის მიერ შეფასდა ეს ქონება და არსებობს შესაბამისად აუდიტის დასკვნები და ამ აღნიშნული დასკვნების საფუძველზე საბაზრო ღირებულებად ამ შემთხვევაში 6200 ლარად იქნა აღნიშნული 3 ერთეული ხის განკარგვა. არ არის გაყიდული მიწა, რომელიც 400 ტონა მიყვება მას. ხელშეკრულება გაფორმებულია ხეზე, როცა კონკრეტული 200 ტონა თუ რამდენი მიწა მიყვება, ამაზე არაფერი არ. სოფლიოში მიღებული მეთოდებით უნდა აღემატებოდეს დიამეტრში, აი ხის დიამეტრს 10 ჯერ მაინც. თუ სახელმწიფომ გაყიდა, ესე იგი გაიყიდა ის იმ კომით უნდა მოვიდეს, იმ ნიადაგით, იმ მიწით, რაც მას უნდა გაყვეს. როგორ შეიძლება ის ცალკე გაიყიდოს და ის ცალკე გაიყიდოს. ეს არის მისი იმ მცენარის შემადგენლობა, მაშინ მოიჭირებოდა შეშა. ეს ხე გაიყიდა გადატანის პირობით, შესაბამისად, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გამოსცემდა ბრძანებას და ასე ვთქვათ, ახდენდა ამ ხეების განკარგვას. ამაში მოიაზრება ის, რომ მას იმდენი მიწა გაყვება, რამდენიც საჭიროა ამ ხის ცოცხლად გადატანისათვის, გადარგვისათვის. როგორც დენდროლოგებმა თქვეს, ანუ ნატა ფერაძემ განაცხადა, ეს ხე უკვე სასიცოცხლოდ არის დაზიანებული. სპეციალისტები, რომლებიც აქ იყვნენ მოსულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ ეს ხე, რომელიც არის 100-ოვანი და 150 წელზე მეტის, ვერ გაიხარებს. გადაჭარბებულია გარემოს დამცველების მოსაზრება იმის შესახებ თუ გადარჩება თუ არა აი ეს მცენარე, რა თქმა უნდა, მე ვადასტურებ, რომ ასეთი შემთხვევები მსოფლიოში ყოფილა. თუნდაც ავსტრალიას მოვიშველიებ, თუნდაც ჩინეთს, სადაც გადაიტანეს ავსტრალიაში 1000-წლოვანი ბაობაბის ხე, აი ჩინეთში 1000-წლოვანი კაკლის ხე და ამდენად მსოფლიოში ეს მიღებული და აპრობირებული მეთოდია და საქართველოში რა თქმა უნდა უპრეცედენტოა. ფესვთა სისტემა მთლიანად მოქცეულია ამ მიწის ნიადაგში, ნიადაგის არეში. 5 მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიგანის მასა მიყვება აქ. 2 მეტრ-ნახევარი არის სიმაღლე. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი მასით სცენარი როგორ შეიძლება რომ გახმეს. იყო გამოძახებული ჩაქვის პოლიცია, რომელსაც მათ
კანონიერ მოთხოვნა და წაგვიყენა, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ტერიტორია, მაგრამ მისი კანონიერება, მისი მოთხოვნის კანონიერება ვერ დაგვისაბუთა პოლიციამაც და ჩვენ არ დავტოვებთ ტერიტორია თვითნებურად და ძალით მოხდა ჩვენი გადმოყვანა ტერიტორიიდან. რა პასუხს აგებს ის და ვის დაადანაშაულებს ის იმ 4 ადამიანის პატიმრობის თაობაზე, რომლებიც იყვნენ დაკავებულები გუშინ და 2 დღის წინ. არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები, იყვნენ თუ არა ტყუილად დაკავებულები. როდესაც პოლიციელის მოთხოვნა, თქვათ, მით უმეტეს თუ ეს მოთხოვნა არის კანონიერი, რა თქმა უნდა, მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს სამ მოთხოვნას, თუ მას, ასე ვთქვათ, აქვს პრეტენზია, აქვს მოსაზრება, რომ ეს მოთხოვნა არის უკანონო პოლიციის მხრიდან, ამაზე დავა და ამაზე კამათი უნდა მოხდეს სხვა ორგანოში, სხვა უწყებაში, შეიძლება ეს იყოს სასამართლო, შეიძლება იყოს პოლიციის გენერალური ინსპექცია. პოლიციას თუ მოქალაქეებს მესამე პირს უშლის ხელს რაღაც საქმიანობის განხორციელებას, შეუძლია ასე ვთქვათ, ელემენტარულად ფიზიკური ძალით მოაცილოს მას. ვაჩერებდით შენებლობას, იმიტომ რომ სანამ რამე საქმიანობა და მძიმე ტექნიკა შემოვა, აუცილებლად უნდა იყოს ბანერი. საზოგადო ინფორმაციისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რატო შემოდის ეს ტრაქტორი, რომელიც შპს აწარმოებს საქმიანობას. ხის გადარგვა ხო უნდა გადარგო, მანამდე სამუშაოები უნდა შეასრულო, მაგრამ იმ სამუშაოების ნებართვა უნდა გქონდეს. ეს არის სამშენებლო ზონა. ამ ზონაში მინიმუმ შემოღობილი უნდა იყოს. იქ არავინ არ შევა. ჩვენ არ ვაპროტესტებთ კონკრეტულად სამშენებლო ადგილს. ჩვენ ღია ზონაში შევდივართ. ძალიან ბევრი სამშენებლო ნებართვები ჭირდება, მაგალითად კინეზის დეპარტამენტმა უნდა გაცეს ერთი ნებართვა. თუ კი ვინმე თვლის რომ ეს არის სამშენებლო საქმიანობა, მაშინ უნდა მიგვით რომ რა სახის მშენებლობასთან გვაქვს საქმე, ხომ? მშენებლობას შეიძლება იყოს მონტაჟი, ანუ ახალი მშენებლობა, ახალი ნაგებობის დადგმა და დამეთანხმებით რომ იქ არანაირი ნაგებობა არ იდგმება, ხო? პირიქით ხის ამოღება და გატანა ხდება. ეს არც დემონტაჟია, ვინაიდან კანონმდებლობით დემონტაჟი ნიშნავს არსებითი შენობა ნაგებობის, ასე ვთქვათ, დაანგრევას და გატანას და მესამე ეს არის რეკონსტრუქცია, არანაირი რეკონსტრუქციასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია ვთქვათ, რა სახის ნებართვაზე საუბრობს მხარე და შპს ზიმოს გააჩნია ყველა ის აუცილებელი დოკუმენტი, რაც საჭიროა მოცემული ჩვენ საკუთრებაში არსებული ხეების გადარგვითი სამუშაოების საწარმოებლად. კერძოდ პირველი რომ ეს ხეები ჩვენი საკუთრება, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, გვაქვს, ეს არის ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთაც ჩვენ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ხეები შევიძინეთ საკუთრებაში. ამის შემდგომ, იმისათვის რომ ხეთა გადარგვის სამუშაოებმა კანონიერად იწარმოოს, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში რკინიგზის დეპარტამენტის თანხმობა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იმიტომ რომ ხეებს პირველ რიგში უწევს ლიადაგის გადაკვეთით გზის გავლა. რაც შეეხება ამ მომსახურების ხელშეკრულებას, ეს თავად რკინიგზასთან არის გაფორმებული, შესაბამისად ამ კუთხით სრულიად კანონიერია ზიმოს მოქმედება. ამის შემდგომ უკვე მოდის სანაპირო ზოლი, რომელიც არის მკაცრი ზედამხედველობის ზონაში, შესაბამისად ჩვენ სანაპირო ზოლზე რომ დროებითი მისასვლელი მოვაწყოთ, გვესაჭიროება მხოლოდ საავტომობილო დეპარტამენტის თანხმობა, რაც ასევე გვაქვს დოკუმენტალურად დადასტურებული. ჩვენ ვახორციელებთ დროებითი მისასვლელის მშენებლობას, მაგრამ ეს არ გადის ჩვეულებრივი მშენებლობის კატეგორიაში, ეს არის დროებითი მისასვლელის მოწყობა, რომელიც არსებობს ასეთი მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ნომერ 57 დადგენილება, ასეთი მსგავსი ტიპის ხაზობრივი ნაგებობები განეკუთვნება პირველი კლასის ხაზობრივ ნაგებობებს, რომლებსაც რაიმე სპეციალური ნებართვა არ სჭირდება. რკინიგზის იქეთ ტერიტორიაზე ყველა არსებული ხე არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ნულოვანია მათი ფასეულობა და თვითონ ეგ ადგილი კონკრეტულად არაფერში არ შეიძლება გამოიყენო და ეგ ხეც ვერ გამოდგება დეკორატიულად ადგილზე ვერანაირად და არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. ნულოვანს ვამბობ უკეთეს შემთხვევაში, იმიტომ რომ მინუსიც შეიძლება კონდეს, იმიტომ შეიძლება წაიქცეს კინგზა დააზიანოს. მახსოვს რომ ვიღაც დეპუტატები მიცავდნენ რომ რას ერჩით ამ კაცს, აი საკონცერტოს აშენებს. არა. არც ერთ შემთხვევაში ის რაც კეთდება იქ სხვა გაკეთებული საქმით არ უნდა გამართლდეს. თვითონ ეს საქმე კონკრეტულია, არც ერთ შეკითხვას არ იწევს ჩემთვის, არათუ კანონიერს და კანონის მიხედვით კიდევ ერთ შემეორებ, რომ საბუთები ამ კაცს ეს რიგში ქონია. და იმასაც დავამატებთ უგნებავთ, რომ იგივე ზიმომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბურთს ნაცდური მოთხოვა იმისათვის, რომ ეს გავაჩერე. და უფლება არ მქონდა პრინციპში, რამდენიმე დღე დაკარგა და ეს უნდა უნაზღაუროს ჩემო ორგანიზაციამ. ერთადერთი საპრობლემო საკითხი შეგვექმნა მხოლოდ და მხოლოდ დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის დროებითი გზის მოწყობასთან შეფიქსირდება უცხოური კომპანია, პანამაში დარეგისტრირებული კომპანია, ვიღაც ჩეხი მოქალაქე, რომელსაც
ერთლარად აქვს 2011 წელს ეს მიწა შეძენილი. ვერანაირად ვერ მივაგენით მე პატრონეს, რათა მეგვიგო მისგან ნებართვა დროებითი გზის გაყვანას. ვერ ნახა მე პატრონი, თუმცა ვისაც შეუძლია დავა მათთან კანონიერებაზე თუ უკანონობაზე, სხვის ტერიტორიაზე გაატარა ეს გზა, რომელიც არის დროებითი. ხოლო მათ 2011 წელს ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არის გასხვისებული და მთავარი კითხვა სწორედ ეს იკვეთება აქ. გასხვისებულია უზარმაზარი უნიკალური ტერიტორია, არა ის ტერიტორია, სადაც ეს ხია. ხი არის რკინიგზის გადაღმა, რკინიგზის გადმოღმა არის ძალიან ლამაზი ვთქვათ ბულვარი და არის ზღვა. თვითონ პროკურატურა იძიებს ვინ გაასხვისა, ვინ არის მეპატრონი და ესე შემდგომ. 2013 წლის 15 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სოფელ ციხისძირში არსებული სახელმწიფო კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ სოფელ ციხისძირში არსებული სახელმწიფო კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენდა 10 ჰექტარს, დაახლოებით 10 ჰექტარს, თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის სახელზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში უკანონოდ ჩართული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოები. ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2011 წელს. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა პრეზიდენტის განკარგულება და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია Redman Federation შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. როდესაც დაიკითხა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენელი, ამითი გამოირკვა, რომ ხელშეკრულება იყო ყალბი და მასზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს. ამ ხელშეკრულებას დაფიქსირებული ხელმოწერა რეალურად მე რომ არ მეკუთვნის, ამას ვადასტურებ. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რაზეც კი ჩემი სახელი ფიგურირებს, არანაირი კავშირი მე არ მქონია და ხელმოწერები მე არ მეკუთვნის. ასევე საყურადღებოა, რომ ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში და შესაბამისად მისი ხელმოწერაც არის გაყალბებული. რომ 2011 წელს ერთლარად ყოფილა ეს? არა, ეს არ არის გადადასტურებული ინფორმაცია. ეს არის ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ ეს საუბრის დროს ვიღაცამ თქვა. ამას ჭირდება დოკუმენტი რეესტრის ამონაწილი. რეესტრის ამონაწილი რო გექნება, ვისაუბროთ, არ არის პრობლემა. ეს თემა, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აწეულია ნაციონალური მოძრაობის მიერ. გასაგებია, რომ ისინი ოპონირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ჩემი ოპონენტები გახდნენ. მაგაზე დიდი ხეები ჩილიდან ჩამომაქვს და ესპანეთიდან ჩამომაქვს. ახლა ეს არის ნორმა და ნორმალურია ყველგან და ყველაფერში. ტყიდან და ეგეთი ადგილებიდან შეიძლება ხე გადაირგოს და გაიყიდოს. ეს არის ნორმა. საქართველოს შეიძლება ეს იყოს უპრეცედენტო. და ბევრი განმარტებების გამო გაკეთება გვიწევს ამაზე, მაგრამ მთავარი განმარტებები არავის ეგ არ აინტერესებდა და უამრავი ბოლო დღეებში გაიჩეხა მაგის მსგავსი და მაგაზე უკეთესი და იჩეხება, ნახეთ იქვე ადგილზე გადაიარეთ 50 მეტრო და ნახეთ უზარმაზარ მაგნოლიებს როგორ აქვს ჩამოჭრილი ტოტები და როგორ არის ძილში მოჭრილი, ქაფურის ხეები, სრუქაფურია უბრალოდ, გინდა თამბრის ხეები როგორ არის გადაჭეხილი საწოვად, ელემენტარულად და დამახინჯებული უზარმაზარი მაგნოლიები. არავის ეგ არ აინტერესებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით და შევდივართ ბათუმის ბოტანიკური ბაღში ინსტიტუტის მხრიდან. ბატონი ბიძინა შემოვიდა 2005 წლის ზაფხულში. იმ პერიოდში, როდესაც ბოტანიკური ბაღი თითქმის იყო გაპარტახების პირას მისული. გზა თლიანად თითქმის არ არსებობდა, სუბოგი მანქანით ვერ გაივლიდი და ბოტანიკური ბაღის ბათუმის ხარი უნდა გაყიდულიყო არ ვიცით ვისე და მე ვაღწიათ, რომ ბატონი ბიძინა შემოსულიყო ბოტანიკური ბაღში. იმ დღიდან, იმ ზაფხულის პაპანაკება სიცხე იყო ივნისისთვე, დაიწყო შემოზიდვა მთელი რაც საჭირო იყო და დაიწყო გზების მშენებლობა. სწორედ აი ამის შემდეგ დაიწყო ბაღში სასიკეთო ძვრები, იმიტომ რომ ბაღის საზღვრები და ბაღის ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და ესეც ერთ-ერთი გრანდიოზული და კაპიტალური სამუშაო იყო ბაღისათვის. რაც ბინები იყო ბოტანიკურ ბაღში, ყველა იყო გაფორმებული როგორც სადგომი. აი, როგორი ქოხმახები არის უსახური და როდესაც ტურისტი შემოდის და ამ ქოხმახებს უყურებს ამ ფონზე, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება, რომ გადის, აქეთ ქოხები, აქეთ ქოხმახები და აქეთ ასეთი წალკოტი. ეს საკითხი დაისვა ბატონი ბიძინას წინაშე და ბატონმა ბიძინამ უთხრა, რომ მე ბოტანიკური ბაღისთვის ავაშენებ მინას საცხოვრებელად.
და მე ჩავასახლებ მაგენს, 52 ბინა არის აშენებული ქალაქ ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე 5 სართულიანი შენობა. და ეხლა 2016 წლიდან იგეგმება ეს მთელი ქოხმახების მოშორება და იქ ახალი რაღაცა დაგეგმარების გაკეთება. საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ თანამშრომლებს წახალისების მიზნით სწორედ აი ეს სახელფასო ფონდი გამოუყო. ტროპიკული ორანჟერიის მშენებლობა, ესეც ძალიან დიდი მოვლენა იყო. ეს იყო უკვე 2005 წლის შემდგომი წლები, როდესაც უკვე ფაქტიურად ინვესტორებს თვალი ეჭირათ ჩვენს ბაღზე და ძალიან ბევრს სურდა ბაღის დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ ფაქტიურად გაყიდვა. 2004-2005 წელი იყო, როდესაც სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე რა უნდოდა დიდხანს და მე ყახეთ კითხე რა გინდა მეთქი რომ გამაწვალა რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა. გასხვისება უნდოდა ერთის თუ მეორის ვერ გავიგე რომლის გასხვისება უნდოდა თუ რაღაც გეგმები ქონდა. მე ვუთხარი რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ. მე ნახე თანმიმდევრობით ვერ მოგიყვებით, მოკლედ კიდევ გადმორეკვა და შემდეგი ზარები და მითხრა ბოლო-ბოლო რა გინდა ერთ-ერთი აირჩიო, ერთი შენი იყოს, ერთი ჩვენი იყოს. რა უნდა იყოს ჩემი ან თქვენი რა უნდა იყოს? ნუ გინდა თბილისის აირჩი, გინდა ბათუმის. მე ვთქვი მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მე მეორე კუთხიდან მივუდგა, მოკლედ ახლა ბევრი ვარ გავაგრძელო მაგაზე, გადმომირეკა რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას, მე ვთქვი მე არ მივიღებ, მაგრამ თუ შევხედე რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ რომ ამათ ფუნქცია შეიძლება დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში მივიღებ, ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებ საჩუქრად. მეტი საუბარი მე არ მქონია, მე ვაჭარაში ამბობდნენ ჭორად, რომ მას უნდოდა რეზიდენციის აშენება აქ რაღაც სახლების ჩადგმას აპირებდნენ და ესე შემდგომ მე საკმაოდ დიდი გავლენა მქონდა მაშინ მათ მთელ მთავრობას და პარლამენტსაც ახლა დასამალი აღარ არის სამდიჯერმე ითქვა მე ამას მალავდი რომ ვეხმარებოდი და მე მგონი რომ ეს პროცესი შევაჩერე. მე მითხრა საჭარაშიც გამოვიდა გამოხმაურება რომ იქ რეზიდენციის აშენებას აპირებდა თვითონ და კონკრეტულად რაც შეეხება ამ ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირებული ქვეყანაში თქვათ ესეთ ხარჯებს აკეთებ, მაინც მე ჩემს ხარდაჭერებზე და ხალხს ვისაც მე პატივისცემ და ვინც მე პატივისცემს, მათთვის განმარტებას კიდევ გავაკეთებ, რომ მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვათ ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვათ მომერიდოს, მე მაქვს ეს გატაცება არც ერთ შემთხვევაში თავისუფლებას არ მიცევ, რომ ამით ვინმე დავაზიანო. კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თანხებს ხარჯავ თქვათ ხების გადატანასა თუ დარგვასა თუ ჩამოტანასა.